მოგესალმებით მეგობრებო, რა ვახართ, რა შობით? ერთი კარგი ამბავი მაქვს. კიდე ახალ კონტენტს ვიწყებ. მოკლედ არ ვაჩერებ რა, რაც იდეა მომივა, ყველაფერს ვაკეთებ. ხო და რაც შეეხება ეხლა thumbnail-ით ნახავდით. რაზე მაქვს საუბარი და პატარა ისტორია რა. 50-იან წლებში ამერიკაში ძალიან სერიოზულ კულტურას ჩაეყარა სათავე, ეს არის ჩოპერები. და საიდან მოდის ეხლა ეგ ამბავი? თან გაჩვენებთ დღევანდელ სტუმარს. საიდან მოდის ეგ ამბავი და რეისინგის დროს ცდილობდნენ ბრბოლელები რომ შეემსუბუქებინათ მოტოციკლეტი და გაელამაზებინათ კიდევაც და ამით იგებდნენ ხოლმე ტურნირებს. შემდეგ აი ეს გადაკეთებული მოტოები გაცილებით ძვირად იყიდებოდა ვიდრე ორიგინალი. და ამით ჩაეყარა საფუძველი ჩოპერობიას. დღეს ყავს ძალიან სერიოზული სტუმარი. ეს არის Harley Davidson სპორტსტერი 1200-იანი 2002 წლიანი. რა თქმა უნდა კარბურატორზე. როგორი გადაკეთებულია და რა ხდება ამის თავს, ეხა დეტალურად გავყვეთ. დაზეპირებული ფრაზებით რო არ ვილაპარაკო, ამოვანათებ სურათს ორიგინალი 2002 წლიანი 1200-ის და ამ ამის ფოტოსაც დავდებ და თვალსაჩინო რო იყოს რა, რამდენი რამე არის შეცვლილი კონკრეტულად ამ მოდელზე. და რატო გადავწყვიტე ამ ბაიკის გადაღება? მე მგონია რომ ესეთი ლამაზი ბაიკი თბილისში რავი მეორე არ არის. ყოველ შემთხვევაში ესეთი სტილის. და მინდა რომ აი ესე რა ახალი ბაიკები რო გამოჩნდება, რომელიც შემგემოვნებაში ჯდება, თქვენს გაჩვენოთ და გაგაცნოთ ხოლმე რა. დავყვეთ ახლა დეტალურად. აი ეს რულიან, წინა ბორბლიან, რავი, ყველაფერი, რასაც ხედავთ, აი ამის აქეთ არაფერი არ არის ორიგინალი აქ. რავი, ტროსი. ტროსი შეიძლება იყოს დარჩენილი. ისიც არ ამგონია. ხო რა, ისე დაგზელებული არის და არ ამგონია. ბაკი შეცვლილია. კიდე გამოვყვეთ ახლა აქეთ. ეს ფეხები გასაგებია რომ ავთერმარკეტს ვაკეთებთ ყველა ისედაც. გამშვებს რაც შეეხება, ოი გამშვებო, ჩვენო ტკივილო. გამშვებს რაც შეეხება, ეს handmade არ არის, ავთერმარკეტი არის რა. მაგრამ აინც არალეგალურია ჩვენთვის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. საწვავის და ზეთის აუზები, სკამი თავისი სიბარით და ელექტროობის 5 აქ არის დამზადებული საქართველოში ბატონი ჯინჯერას მიერ მეგობრებო. რამას რაც შეეხება, რამა არის ტისიბროსი, ესეთი ავთერმარკეტ მაღაზია არსებობს რა, კომპანია. ცეპი, რა თქმა უნდა, შეცვლილია, ეს ყველაფერი, ეს დისკები, სამუხრუჭე სისტემა და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ავთერმარკეტი. აი ესე მზადდება ჩოპერები რა, ზოგადად. ვისაც ჩოპერი გიყვართ, იმათ გეცოდინებათ. ვისაც უბრალოდ ვიზუალურად მოგწონთ, მე მგონი პატარა ინფორმაცია მოგეცით. ეს მოტოციკლეტები, ეს არ იყიდება რა, რომ იხვიდე მაღაზიაში ხა და Harley მინდა ესეთი თქვა, არ არის Harley, ესეთი არ არსებობს. Harley ზოგადად ძალიან შეუწყო ხელი პოპულარიზაციას ჩოპერების, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ამერიკაში Harley-ს აკეთებდნენ ამ სტილზე, თავის დროზე. შემდეგ უკვე იაპონელებმაც ძალიან დახვეწეს, მე ძალიან მომწონს მაგათი სტილი ჩოპერების. ხო, და რა შეიძლება კიდე ისეთი თქვა, ზედმეტად პროფესორულად რო არ გამომივიდეს. რაც ვიცი, ის ვთქვი, რაც არ ვიცი, ახლა არ დავიწყებ დაგუგლას, ან რაღაცა ChatGPT-ის დახმარებით რაღაცებს არ დავიწყებ. და მე მგონი დროა გადავიდეთ test drive-ზე. აბა ვნახოთ სიარული როგორი აქვს. ვიცი რომ უხეში იქნება ეხა და ამორტიზაცია საერთოდ არ აქვს. მაგრამ ამის მუღამის ხო ეგ არის რა. ეხა ცოტას გავატარებ. ზღვისკენ გავივლი რა. და უფრო კარგად გეტყვით ჩემს ემოციებს, მეგობრებო. გასაღებს ვერ ვატრიალებ. ერთით რო გადაწევ. აი ესე, ფარი აინთო. ხო. და
მოუჭირე თუ ნეიტრალში. ნეიტრალში. და всё. ეს არის ნაღდი old school. ეხლა ამაზე Kickstarter-ი დადგება კიდე შემოდგომისკენ რა ზაფხულის მერე. მერე вообще სიგიჟე იქნება. რო დაუტყდე და არ დაუბრუნო. იჰა! რა კარგია, ბიჭო. ამოტოზე როზი ხარ? აი, საერთოდ სხვანაირი შეგრძნება გაქვს საკუთარ თავზეც, რა. ასა უფრო პლატინო იჭიტები რა, სიმონ რა. უხეში არის ძალიან რა. აი ეს ეხა როგორც სპორტული მანქანები რო არის რა, რო აი ძალიან უხეში რო არის. ამორტიზაციის ამბავში. აი ეგეთი შეგრძნება მაქვს რა. ჩვენი გზებისთვის ნამდვილად არ არის. არა, ჩვენც რო გვინდა ესეთი მოტოები რომ ყავდეს. საოცარი მოტოა რა, ჯერ ალამაზია, ბიჭო რა, ლამაზია. გადავიდეთ ეხა შეგრძნებებზე რა. ცოტას ეხა ვატარებ. დავაკვირდები. ამიდის იდეალური დაგვემხვა. ამ მოტოციკლით ქალაქში რომ მოძრაობ, აი გამორიცხულია რა ის შეუმჩნეველი რო დარჩე რა. ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ მეგობრებო, თქვენთვის არის. აი სხვისი მოტორო არის რა, ეხა გაძრომა ცოტა მეუხერხულება. აინც, რავი, პირველად ვზივარ. იჩვევა უნდა მოტოციკლიც. მაგრამ აქ რო არ გავძრე. ანუ ხიბილს ვერ ვაჩერებ, გაბადრული ვარ. ისე ხმა ჩემსას უკეთესი აქვს. აი ხარ ვარ მოვიტყუო რა. თუ ჩემი გემოვნებით. ამას ამ მოტოს ჩემი მოტოს ხმა ძალიან მოუხდებოდა ჩემი აზრით. რაღაცა უფრო კონკრეტული ხმა. ჩემსას რა. და მეგობრებო 20 რიცხვში ანუ ხვალ არის აქცია ამ ახალ კანონთან დაკავშირებით. აუცილებლად მოგიწოდებთ რომ გამოხვიდეთ და აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ ტრანსპორტის გარეშე რა, ფეხით მეგობრებო, აუცილებლად. იმიტომ რომ ვიცით ჩვენი ნომრების ამოწერები რომ მიდის და მერე ჯარიმა მოგივა სახლში და გეტყვია რომ გზა გადაკეტე და რა ვიცი. არ მომხდარა ჯერ თუ რა. ვეღარ მოვითმინე რა. სიმაღლეც რა ძალიან კაი აქვს რა, აი დაბალზეზი ხარ. ოღონდ შეგრძნება არა აქვს ეგეთი რომ დაბალზეზი ხარ. ფეხებს რო ჩამოვდებ, მერე ხვდები.
ვაშკაცური მოტოციკლეტია რა, აი ძალიან. ერთადერთი აი ხა ხო ვამბობ რა. ის რომ აი ესეთი უხეშია. ეგ ძალიან დიდი მინუსი არის ზოგადად ამ მოტოსი, ამ მოტოების რა. მაგრამ შეგრძნებას ისეც გაძლევს რა, როგორცაც უნდა გაძლევდეს. ხმა არის ჩემთვის ამ მოტოს მინუსი, რაც მუპოვნე ხა ამ მოკლე დროში რა. წინ პატრული მიდის და როგორ არ მინდა რომ მიუახლოვდე. არ გადავასწრებ ამ მანქანას ცოცხალი თავით. ბიჭო, პატრულია. პატრულია და არ ვასწრებ მაგიტო ამ მანქანას. აუ რა გაგვიკეთეს რა, იმენა უправო მგონია თავი რა, ისეთი შეგრძნება მაქვს რა. აი რაღაცა მოტოციკლეტით მივდივარ და დანაშაულია ესე მგონია რა. არ შეიძლება ეს კანონი დარჩეს ამ სახით რა. გამის საათებში ყველანაირად ვეთანხმები. აი ძალით გაფუჭებულ გამშვებებზეც თანახმავა რომ აიგრძალოს, იმიტომ რომ მე ძალიან მაწუხებენ და რამდენად რავი ხო არ მინდა რაც უდი რაღაცები ვილაპარაკო რა. მაგრამ ის რომ ეს კანონი არ უნდა დარჩეს, ეგ ფაქტია. რაც შეეხება შეგრძნებებს მეგობრებო რა. ეხლა მიკერძოებული ვარ ცოტა, იმიტომ რომ ძალიან მომწონს რა ეს ბაიკი და ძალიან მიყვარს ეს სტილი. მაგრამ ნუ მინუსები უნდა ვთქვათ ეხლა. ვისაც ეს სტილი კონკრეტულად ეს სტილი არ უყვარს, იმისთვის უბრალოდ ლამაზი როა, მაგიტო არ არის ეს მოტო რა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან უხეში მოტოციკლეტი, აი პატარა კენჭსაც რო გადავუარო, წელში გრძნობ პირდაპირ, ძალიან უხეშია, ამორტიზაცია საერთოდ არ აქვს უკან. და ხო, ის კი ვთქვი რომ აი ხმა რა, აი ამ მაყუჩების ხმა არ მომწონს. ჩემი მოტოს ხმა რო ქონდეს ამ ბაიკს, გაცილებით სხვა შეგრძნებას მოგცემდა რა. და მოდი ფასით ვთქვათ რა. ნუ აწი როცა გადავიღებ მსგავს კონტენტს, ყოველთვის ვიტყვი ხოლმე მოტოციკლეტების ფასს, რომელსაც გადავიღებ, იმიტომ რომ ვინმეს გაყიდვა რომ მოუნდეს მერე უკვე გეცოდინებათ რა დაჯდა. ეს მოტოციკლეტი დაჯდა პლუს მინუს $14,000. მეგობრებო, დიახ, არ მოგესმათ. ასეთ კარგ მდგომარეობაში ჩოპერი თუ გინდათ გყავდეთ, ესეთი გასისწინებული ჰარლის ძრავზე. დაახლოებით ეგრე დაგიჯდებათ რა. ეხლა კიდე ცოტა ხანი დავტყვეთ ამ მოტოციკლეტის კადრებით. მე კიდე გემშვიდობებით, არხი გამოიწერეთ აუცილებლად. კარგად.